უძველეს ტრაქტატებში ინისა და იანის წარმოშობა დაკავშირებულია ქაოსთან, საიდანაც შეიქმნა სამყარო. ითვლება, რომ ორივე ძალა დედამიწის ცენტრში წარმოიშვა. როდესაც ინი და იანი დაიბადა, სივრცეში მათმა სრულყოფილმა ბალანსმა პირველი ადამიანი შვა. თავად ინ-იანის სიმბოლო ძველი წელთაღრიცხვით მესამე საუკუნეში გაჩნდა. ჩინელები ინ და იანის კონცეფციას იყენებდნენ სეზონების ციკლური ბუნების ასახსნელად. ყოველ 6 თვეში ერთხელ იანი ზამთრის მზებუდობის დროს იბადება და სინათლე სიბნელეს ამარცხებს. ინი ზაფხულის მზებუდობის მომენტიდან იწყება და ჭრდილი თანდათან ცვლის სინათლეს. სიტყვების ინი და იანის თარგმანი აღნიშნავს ერთი და იგივე მთის სხვადასხვა ფერდობებს. შესაბამისად, ჭრდილია და მზიანს არსებითად ეს ერთი და იგივე სისტემის ორი მხარეა. ინი წარმოადგენს ფემინურ ენერგიას, ღამეს, სიმშვიდეს, სულს. ინი ვლინდება როგორც ბნელი, უმოძრაო, სიმშვიდესთან დაკავშირებული. იანი მასკულინური ენერგია, წარმოადგენს დღეს, აქტივობას, სიმტკიცეს. იანი გამოიხატება სინათლეში, მოძრაობასა და შემოქმედებითობაში. შავის გარეშე არ არსებობს თეთრი და ასევე პირიქით. ეს იდეა გადმოცემულია სიმბოლოზე წერტილებით, თეთრი შავ ფონზე და შავი თეთრზე.